ყვავილების დედაქალაქი ტოუნანში. ეს კი ყვავილების ბაზრობაა, სადაც 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეა წარმოდგენილი. აქ ყვავილების გარდა იყიდება ყვავილის თესლები, ასევე ისეთი უცნაური მცენარეები, რომელიც უნიკალურ და იშვიათ სახეობას მიეკუთვნება. ეს ყვავილების ბაზარი კუნმინგში ჩინეთის უდიდესი ყვავილების სავაჭრო ბაზარია. თუ აქ მოხვდებით, წარმოუდგენელ მცენარეებს გაეცნობით და აქაურობას ვერც მოშორდებით. ეს ცენტრი ცნობილია როგორც ჩინეთის ნომერ 1 ყვავილების ქალაქი. ცენტრი ტიანჩის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ხშირად მას ოქროს ტოუნანს უწოდებენ. ის აზიაში ყვავილების უდიდესი სავაჭრო ბაზარია და ყვავილების დედაქალაქითაც არის ცნობილი. იუნანის მოჭრილი ყვავილების 80%-ზე მეტი, ასევე მეზობელი პროვინციებიდან და ქვეყნებიდან ყვავილები სწორედ აქ იყიდება. ბაზარს ჩინეთის 80-ზე მეტ დიდ და საშუალო ზომის ქალაქში 70% უჭირავს და ექსპორტს 46 ქვეყანასა და რეგიონში ახორციელებს. არსებობს გამონათქვამი, რომ ჩინეთში ყოველი 10 მოჭრილი ყვავილიდან 7 იუნანიდან მოდის. ეროვნულად აღიარებული სავაჭრო ნიშნის ტოუნანის ბრენდის გავლენისა და საბაზრო უპირატესობის გამოყენებით ტოუნანი ჩინეთის ყვავილების ბაზრის, ამინდის ინდიკატორი და ყვავილების ფასების ბარომეტრიც გახდა. 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში კუნმინგ ტოუნანის ყვავილების ბაზარი ჩინეთში პირველ ადგილზეა ტრანზაქციების მოცულობით, ტრანზაქციების ღირებულებით, ფულადი ნაკადებით, ვიზიტორთა რაოდენობითა და ექსპორტის ღირებულებით. ყოველდღიურად 10,000-ზე მეტი ადამიანი შემოდის ბაზარზე, ხოლო დღიური ფულადი ნაკადი დაახლოებით 10 მილიონი იუანია, რომელიც პიკის სეზონზე 20 მილიონ იუანამდეც იზრდება. აქ იყიდება როგორც მოჭრილი ყვავილები, ისე ქოთნის ყვავილები, ყვავილების ნერგები, თესლები და ყველაფერი, რაც მცენარეებთანაა დაკავშირებული.